მოგესალმებით ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ირმის ქსოვას და უნდა მოვქსოვოთ თავი. ვაგრძელებთ ქსოვას 21 რიგიდან, 21 რიგში უნდა შემოიყვანოთ ახალი ფერის ძაფი, ანუ თავის და ყურების ფერის ძაფი. ახალი ძაფის შემოყვანაზე დიდხანს არ შევჩერდები, ვფიქრობ, რომ თქვენ ეს უკვე ძალიან კარგად იცით. ჩაამაგრეთ შემდეგ რამდენიმე კვანძით ძაფი, რომ თამაშის ან მუშაობის პროცესში არ დაიშალოს და რიგის გარშემო ჩვენ ახლა გვაქვს 20 უნამატო თვალი და 21 რიგში უნდა მოვქსოვოთ 20 უნამატო თვალი, მხოლოდ თვალის უკანა კედელზე. ეს ერთი, ეს მეორე უნამატო თვალი, ვქსოვთ მხოლოდ თვალის უკანა კედელზე. დაასრულეთ ეს რიგი დამოუკიდებლად. ვფიქრობ, მარტივია და არ გაგიჭირდებათ. დავასრულეთ 21 რიგი, მოვქსოვეთ 20 უნამატო თვალი თვალის უკანა კედელზე და გადავდივართ ამ რიგიდან ვიწყებთ უკვე თავის ქსოვას და მოდით ამ რიგს პირობითად დავარქვათ პირველი რიგი. როგორც იცით, რიგის გარშემო გვაქვს 20 თვალი და პირველ რიგში უნდა მოვქსოვოთ 20 ნამატი, ანუ თითო თვალიდან უნდა მოვქსოვოთ ნამატი. იმავე თვალში მოვქსოვოთ მეორე თვალი. ეს მოვქსოვეთ უკვე ერთი ნამატი, ვაგრძელებთ შემდეგ თვალში მოვქსოვოთ ერთი უნამატო თვალი. იმავე თვალში მოვქსოვოთ მეორე უნამატო თვალი. ვქსოვთ მჭიდროდ, ეს მოვქსოვეთ უკვე მეორე ნამატი. სულ პირველ რიგში უნდა მოვქსოვოთ, როგორც უკვე გითხარით, 20 უნამატო თვალი. ანუ თითო თვალიდან ამოყვავს 2 უნამატო თვალი და პირველი რიგის ბოლოს გვექნება 40 უნამატო თვალი. შევხვდებით ერთმანეთს მეორე რიგში. ვიწყებთ მეორე რიგის ქსოვას, გადავიტანოთ მარკერი და მეორე რიგში უნდა მოვქსოვოთ 4 თვალი ნამატი. დავიწყოთ. პირველივე თვალში მოვქსოვოთ 1 უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვქსოვოთ მეორე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მესამე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვქსოვოთ მეოთხე უნამატო თვალი და შემდეგ თვალში მოვქსოვოთ ნამატი. ერთი თვალიდან ამოვქსოვოთ 2 უნამატო თვალი. მეორე რიგში ჩვენ ვხსოვთ კომბინაციას 4 თვალი ნამატი. ეს კომბინაცია უნდა გავიმეოროთ 8 ჯერ და მეორე რიგის ბოლოს გვექნება 48 უნამატო თვალი. ვაგრძელებთ ქსოვას, გადმოვიტანოთ მარკერი და გადავდივართ მესამე რიგზე. მესამე რიგში უნდა მოვქსოვოთ 3 უნამატო თვალი. ეს ერთი, შემდეგ თვალში მეორე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვქსოვოთ მესამე უნამატო თვალი. შემდეგ თვალში ვხსოვთ ნამატს. ერთი თვალიდან ამოყვავს 2 უნამატო თვალი. შემდეგ ვიწყებთ კომბინაციის ქსოვას და უნდა მოვქსოვოთ 7 თვალი ნამატი. ერთი თვალი, შემდეგ თვალში მეორე უნამატო თვალი, შემდეგ მესამე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მეოთხე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მეხუთე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მეექვსე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მეშვიდე უნამატო თვალი და შემდეგ ვხსოვთ ნამატს. ერთი თვალიდან ამოყვავს 2 უნამატო თვალი. ეს კომბინაცია 7 თვალი ნამატი უნდა გაიმეოროთ 5 ჯერ და შევხვდებით ერთმანეთს რიგის ბოლოს. ვასრულებთ მესამე რიგის ქსოვას. რიგის ბოლომდე გვაქვს დარჩენილი 4 თვალი და მოვხსოვოთ 4 უნამატო თვალი. ეს მეორე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მესამე უნამატო თვალი და ზუსტად მარკერამდე დაგვრჩა ერთი თვალი და მოვხსოვოთ მეოთხე უნამატო თვალი. დავასრულეთ მესამე რიგის ქსოვა და რიგის ბოლოს გვაქვს 54 უნამატო თვალი. გადავიტანოთ მარკერი და ვიწყებთ მეოთხე რიგის ქსოვას. მეოთხე რიგში ვხსოვთ 8 თვალი ნამატი. ეს არის ჩვენი კომბინაცია. შემდეგ თვალში მესამე უნამატო თვალი, შემდეგ მეოთხე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მეხუთე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მეექვსე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მეშვიდე, შემდეგ თვალში მერვე და შემდეგ თვალში ვხსოვთ ნამატს. ერთი თვალიდან უნდა ამოვხსოვოთ 2 უნამატო თვალი. მეოთხე რიგში ჩვენ ვხსოვთ
8 თვალი ნამატი, ეს კომბინაცია უნდა გავიმეოროთ 6 ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 60 უნამატო თვალი. დავასრულეთ მეოთხე რიგის ქსოვა. რიგის გარშემო გვაქვს, როგორც გითხარით, 60 უნამატო თვალი და მეხუთე რიგიდან მე-15 რიგის ჩათვლით სულ 11 რიგი უნდა მოვხსოვოთ გარშემო უცვლელად 60 უნამატო თვალი. მოგხსოვეთ ეს რიგები დამოუკიდებლად ერთმანეთს შევხვდებით მე-16 რიგში. დავასრულეთ მე-15 რიგის ქსოვა, მოვხსოვეთ გარშემო 60 უნამატო თვალი და გადავდივართ მე-16 რიგზე. მე-16 რიგში ვხსოვთ 8 თვალი კლება. მე-3 უნამატო თვალი, შემდეგ მე-4 უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მე-5 უნამატო თვალი მოვხსოვოთ, შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მე-6 უნამატო თვალი, შემდეგ მე-7 უნამატო თვალი, შემდეგ მე-8 უნამატო თვალი და შემდეგ ვხსოვთ კლებას. კლებისთვის ჩვენ გვჭირდება 2 თვალი და თვალის მხოლოდ წინა კედელი და გამოვხსოვოთ 1 უნამატო თვალი. ამრიგად მე-16 რიგში ჩვენ ვხსოვთ კომბინაციას 8 თვალი კლება, ამას ვიმეორებთ 6 ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 54 უნამატო თვალი. გადავედით მე-17 რიგზე. რიგის გარშემო ჩვენ გვაქვს 54 უნამატო თვალი და მე-17 რიგში უნდა მოვხსოვოთ უცვლელად 54 უნამატო თვალი. მოგხსოვეთ დამოუკიდებლად. დავასრულეთ მე-17 რიგის ქსოვა, გადავიტანოთ მარკერი და გადავდივართ მე-18 რიგის ქსოვაზე. უნდა მოვხსოვოთ რიგის დასაწყისშივე 3 უნამატო თვალი. ეს 1 თვალი მოვხსოვოთ, შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მე-2 უნამატო თვალი, შემდეგ მოვხსოვოთ მე-3 უნამატო თვალი. შემდეგ ვხსოვთ კლებას. 2 თვალიდან უნდა მოვხსოვოთ, 2 თვალის წინა კედლიდან უნდა მოვხსოვოთ 1 უნამატო თვალი. მოვხსოვეთ კლება, შემდეგ ვიწყებთ კომბინაციის ქსოვას, უნდა მოვხსოვოთ 7 თვალი კლება. 1, შემდეგ თვალში მე-2 უნამატო თვალი, შემდეგ მე-3 უნამატო თვალი, შემდეგ მე-4 უნამატო თვალი, მე-5, შემდეგ თვალში, შემდეგ მე-6 და შემდეგ თვალში ვხსოვთ მე-7 უნამატო თვალს. შემდეგ ვხსოვთ კლებას 2 თვალის წინა კედლიდან ამოვხსოვთ 1 უნამატო თვალს. ეს კომბინაცია 7 თვალი კლება უნდა გავიმეოროთ 5 ჯერ და შევხვდებით ერთმანეთს რიგის ბოლოს. ვასრულებთ მე-18 რიგს და უნდა მოვხსოვოთ 4 უნამატო თვალი რიგის ბოლომდე. ეს მე-2, ეს მე-3 უნამატო თვალი და მე-4 უნამატო თვალი. დავასრულეთ მე-18 რიგის ქსოვა. რიგის გარშემო გვაქვს 48 უნამატო თვალი. გადმოვიტანოთ მარკერი და ვიწყებთ მე-19 რიგის ქსოვას. მე-19 რიგში ვხსოვთ 6 თვალი კლება. ეს მე-2 თვალი, შემდეგ თვალში მე-3 უნამატო თვალი, შემდეგ თვალში ვხსოვთ მე-4 უნამატო თვალს, შემდეგ თვალში მე-5 უნამატო თვალი, შემდეგ მე-6 უნამატო თვალი და შემდეგ ვხსოვთ კლებას. 2 თვალის წინა კედლიდან ამოვხსოვთ 1 უნამატო თვალს. მე-19 რიგში ჩვენ ვხსოვთ 6 თვალი კლება, ამას ვიმეორებთ 6 ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 42 უნამატო თვალი. მე-20 რიგში ვხსოვთ 1 უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მე-2 უნამატო თვალი, შემდეგ მოვხსოვოთ კლება 2 თვალის მხოლოდ წინა კედელი, შემდეგ ვხსოვთ კომბინაციას 5 თვალი კლება. 1 უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მე-2 უნამატო თვალი, შემდეგ მე-3 უნამატო თვალი, შემდეგ მე-4 უნამატო თვალი, შემდეგ მე-5 უნამატო თვალი და შემდეგ ვხსოვთ კლებას. ამ კომბინაციას 5 თვალი კლება ვიმეორებთ 5 ჯერ და შევხვდებით მე-20 რიგის ბოლოს ერთმანეთს. ასრულებთ მე-20 რიგის ქსოვას. რიგის ბოლომდე დარჩენილი გვაქვს 3 თვალი და მოვხსოვოთ 3 უნამატო თვალი. მე-20 რიგის ბოლოს ჩვენ გვექნება 36 უნამატო თვალი რიგის გარშემო. მოდით ამ ეტაპზე სანამ დავასრულებთ ირმის თავის ქსოვას, გავაფორმოთ შარვალი და მივცეთ უფრო დასრულებული სახე. თქვენ როგორც გახსოვთ, მაისურის ქსოვა ჩვენ დავიწყეთ თვალის უკანა კედელზე და დარჩენილი გვაქვს თვალის წინა კედელი. სწორედ აი ამ დარჩენილ თვალის წინა კედელში უნდა ჩავამაგროთ წითელი ფერის ძაფი და ამოვხსოვოთ შარვლის სათავე.
შემოვიტანოთ წითელი ფერის ძაფი მერვე რიგში დარჩენილ თვალის წინა კედელზე. აი ესე. მოვხსოვოთ ერთი ჰაეროვანი თვალი და ამით ჩვენ ჩავამაგრებთ შემოტანილ ძაფს. აი ეს ერთი ჰაეროვანი თვალი და მოვხსოვოთ თვალის წინა კედელზე უნამატო თვალი. აი ნახეთ, გამოვდეთ თვალის წინა კედელს, რომელიც დაგვრჩა და ამოვხსოვოთ ერთი უნამატო თვალი. შემდეგ მეორე თვალის წინა კედელზე აი ესე გავაგრძელოთ და მოვხსოვოთ შარვლის გარშემო 48 უნამატო თვალი, რადგან სწორედ 48 თვალის წინა კედელი გვაქვს დარჩენილი მერვე რიგიდან. მოგხსოვეთ და მოუკიდებლად სათამაშო გიჭიროთ სწორედ ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, რადგან შარვლის სათავის მიმართულება დავიცვათ. შევხვდებით ერთმანეთს რიგის ბოლოს. დავასრულეთ შარვლის სათავის ქსოვა, მოვედით რიგის დასაწყისთან და აი ჰაეროვან თვალში უნდა ჩავამაგროთ, ნახეთ, აი ამ ჰაეროვან თვალში უნდა ჩავამაგროთ ნაკსოვი ერთი შემაერთებელი თვალით. გამოვხსოვოთ ერთი შემაერთებელი თვალი. დავასრულეთ ჩვენ შარვლის სათავის ქსოვა, ამოვწიოთ ძაფი. დავტოვოთ ისე ძაფი, რომ შევძლოთ მერე ჩამაგრება, დამალვა და ჩამაგრება და გადავჭრათ. მოდით დავმალოთ დარჩენილი ძაფები, სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ შარვლის სათავის ქსოვა, მანამ სანამ დავასრულებდით ირმის თავის ქსოვას, რადგან ჩავდივართ კისრის ჭრილიდან და ზუსტად კისრის ჭრილში ამოყვავს დარჩენილი ძაფები და ვამაგრებთ ამ დაგვარად, რადგან იყოს შეუმჩნევლად ჩამაგრებული. ამოვიყვანოთ მეორე დარჩენილი ძაფიც, შევკრათ რამდენიმე კვანძი და ამრიგად ჩავამაგრეთ ჩვენ შარვლის სათავე. მოდით მოვხსოვოთ პაჟები. შემოვატრიალოთ სათამაშო უკანეს, დაახლოებით გავყოთ შუაზე თვალის ზომით და თანაბრად ავირჩიოთ აქეთ-იქიდან შუა ნაწილიდან თანაბარი დაშორებული თვალი. თქვათ გადავთვალოთ, მოდით. 1-2 თვალი აქეთ, 2 თვალი იქით. აი ეს არის. აი აქ ჩავამაგროთ. ნახეთ, აი ამ თვალში ჩავამაგროთ წითელი ფერის ძაფი, რადგან უკეთებთ წითელ პაჟებს. მოდით დავტოვოთ ცოტა გრძელი ძაფი, რადგან შემდეგ შევძლოთ ფარულად ჩამაგრება. აქვე გეტყვით იმას, რომ ტანი უნდა იყოს კარგად შევსებული სინთიფონი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამოგხსოვოთ შარვლის სათავე და ასევე პაჟები, რადგან არ დაიჭიმოს ნაკსოვი. მოდით მოვხსოვოთ ახლა ჰაეროვანი თვალის ჯაჭვი. მოგხსოვეთ ჰაეროვანი თვალის ჯაჭვი თქვენი სათამაშოს მიხედვით, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, სათამაშო კარგად უნდა იყოს შევსებული და პაჟი უნდა მოდიოდეს თავისუფლად წინა მხარეს. პაჟისთვის დამჭირდა 24 ჰაეროვანი თვალი, გაესწორეთ ჰაეროვანი თვალის ჯაჭვი, დააკვირდით არის ნაწნავივით და დაიცავით ნაწნავის სისწორე. ჩემთვის ეს უკვე საკმარისია. ნახეთ, ზუსტად მოდის შარვლის სათავესთან. ამით დავასრულეთ პაჟის ქსოვა, გამოვწიოთ ძაფი, დავტოვოთ იმდენი, რომ შევძლოთ შემდეგ ჩამალვა და გადავჭრათ. ზუსტად ანალოგიურად მოგხსოვეთ მეორე პაჟიც. მოგხსოვეთ ზუსტად ორი ანალოგიური პაჟი. აირჩიეთ ის ადგილი, სადაც ჩაამაგრებთ პაჟს, რა თქმა უნდა, წინა მხარეს და ესე ყაისნაღის დახმარებით გამოიტანეთ თავის ჭრილიდან. არ დაგავიწყეთ, როგორც უკვე გითხარით, ჰაეროვანი თვალის ჯაჭვის გასწორება და ანალოგიურად გამოიტანეთ მეორე პაჟით ზუსტად თავის ჭრილიდან. უკანა მხარეს დარჩენილი პაჟის ძაფებიც გამოიტანეთ თავის ჭრილში და ჩაამაგრეთ რამდენიმე კვანძით, ჩაამაგრეთ მყარად. აი ესეთი პაჟები გამოგვივიდა ირმის შარვალზე, ჩავამაგრეთ როგორც წინა მხარეს ძაფები, ასევე უკანა მხარეს ძაფები და გვაქვს ესეთ სუფთად ნაკსოვი. როგორ გააფორმებთ შარვალს, ეს თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ თქვათ, კანტი არ გაუკეთოთ, გაუკეთოთ ჩვეულებრივად პაჟები, ჩაამაგროთ ღილები, ან შეგიძლიათ კანტი გაუკეთოთ და კანტის ზემოდან ჩაამაგროთ ღილებით პაჟები. მოდით განვაგრძოთ ახლა თავის ქსოვა და ამ ეტაპზე ჩავამაგროთ თვალები. თვალები უნდა ჩავამაგროთ მე-11 და მე-12 რიგებს შორის.
პირველი რიგი უკვე იცით რომელია, არის ის რიგი, რომელზეც გავაკეთეთ ჩვენ ნამატები ყველა თვალში, ეს არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11, მე-12. აი ზუსტად მე-11 და მე-12 რიგებს შორის უნდა ჩავამაგროთ თვალები. მოძებნეთ დაახლოებით ის ადგილი, სადაც ჩაამაგრებთ პირველ თვალს, ანუ როგორც გითხარით, მე-11 მე-12 რიგებს შორის და თვალებს შორის უნდა იყოს 8 უნამატო თვალი დაშორება. აი დაახლოებით ესე გამომივიდა მე თვალები. თქვენც ესე შეხედეთ, ჩაამაგრეთ ქინძის თავები, მოგწონთ ესეთი განლაგება, არ მოგწონთ. თქვენ შეგიძლიათ თვალები უფრო ახლოს დაამაგროთ, ან უფრო მეტი დაშორებით. ეს მხოლოდ თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ თვალები იყოს პროპორციულად ჩამაგრებული. თვალებისთვის მე მქონდა განსაზღვრული 10 მმ ან 12 მმ ზომის თვალები, მაგრამ რომ შევხედე ნაქსოვს, დიდი ზომის თვალები არ სჭირდება. ყოველ შემთხვევაში მე ესე უფრო მომწონს და შეგიძლიათ გაუკეთოთ ან 8 მმ თვალები, ან 10 მმ თვალები. მე ამ ეტაპზე გამოვიყენებ 8 მმ უსაფრთხო თვალებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ 10 მმ-იც. ყაისნაღის დახმარებით ესე გავზრდი იმ ადგილს, სადაც უნდა ჩავამაგრო უსაფრთხო თვალები. თქვენც ესე გააკეთეთ. აი ესე. და შეგვიძლია ჩავსვათ თავისუფლად. აი ეს. ნახეთ? აი ესე. თითების დახმარებით შეგვიძლია თავისუფლად ჩავსვათ საჭირო ზომა თვალი. ანალოგიურად მოიქეცით მეორე თვალის შემთხვევაშიც. მას შემდეგ რაც ჩასვავთ ორივე თვალს, კარგად დააკვირდით, მოგწონთ თუ არა ამ ადგილზე განლაგებული თვალები, ასევე დააკვირდით იმას, რომ ორივე ერთ ზოლზე მე-11 მე-12 რიგებს შორის იყოს განლაგებული, არ იყოს ერთი ზემოთ, ერთი ქვემოთ და უკვე შეგიძლიათ თუ შედეგით კმაყოფილი ხართ, საბოლოოდ ჩაამაგროთ თვალები. ჩავამაგრეთ ორივე თვალი და იმისთვის, რომ თვალები უფრო მყარად და საიმედოდ იყოს ჩამაგრებული, აი ესე გადმოატრიალეთ. სანთებელის ცეცხლით მოარბილეთ ეს თვალის დარჩენილი კუდი და გამბნელ პლასმას დააჭირეთ სანთებელა. მე ეს ვიდეო თუ როგორ უნდა დავამაგროთ უფრო მყარად თვალები ნაჩვენები მაქვს ვიდეოში და იმ ლინკს აუცილებლად ჩაგიგდებ. გადადით ნახეთ. მე ვეღარ ვაკეთებ უბრალოდ, იმიტომ რამდენჯერმე ლამის კამერა შევიწირე. და ესე გამოიყურება უფრო მყარად დაფიქსირებული თვალები და ეს კი ნამდვილად უკვე უსაფრთხოა პატარებისთვის. განვაგრძოთ თავის ქსოვა, გადავდივართ 21 რიგზე და 21 რიგში ჩვენ უნდა მოვქსოვოთ კომბინაცია 4 თვალი კლება. 1 უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მეორე უნამატო თვალი, შემდეგ მესამე უნამატო თვალი, შემდეგ მეოთხე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვქსოვოთ კლება. 2 თვალიდან ამოვქსოვოთ 1 უნამატო თვალი. 21 რიგში ჩვენ უნდა მოვქსოვოთ 4 თვალი კლება, ეს კომბინაცია უნდა გავიმეოროთ 6 ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 30 უნამატო თვალი. დავასრულეთ 21 რიგის ქსოვა და მოდით ამ ეტაპზე შევავსოთ სათამაშოს კისერი სინთიფონით. შეავსეთ კისერი რაც შეიძლება მყარად. ესე ნახეთ. რაც შეიძლება მყარად შეავსეთ. ასევე შეავსეთ კისერთან ერთად ირმის თავით და როგორც იცით და თქვენთვის არაერთხელ მithქვამს, სათამაშოს შევსებაზეა დამოკიდებული ის თუ როგორი სათამაშო გვექნება საბოლოოდ. მას შემდეგ რაც მყარად ამოვავსებთ კისერს, თავი უნდა შევავსოთ წრიული მოძრაობით. პირველ რიგში სინთიფონი უნდა გავიტანოთ მოქსოვილი დეტალის ნაპირებში და მას შემდეგ რაც ყველა ნაპირს კარგად ამოვავსებთ, შეგვიძლია შევავსოთ უკვე თავის შუა ნაწილიც. ვაგრძელებთ თავის ქსოვას, გადავიტანოთ მარკერი და გადავდივართ 22 რიგის ქსოვაზე. მოვქსოვოთ რიგის დასაწყისშივე 1 უნამატო თვალი, მე ისე. შემდეგ მოვქსოვოთ 1 კლება, 2 თვალის წინა კედლიდან ამოვიყვანოთ 1 უნამატო თვალი და შემდეგ უნდა მოვქსოვოთ კომბინაცია 3 თვალი კლება. 1 შემდეგ თვალში მეორე
და შემდეგ თვალში მესამე უნამატო თვალი. შემდეგ ვგსოვთ კლებას, ორი თვალიდან ამოვგსოვთ ერთ უნამატო თვალს. ეს კომბინაცია სამი თვალი კლება უნდა გავიმეოროთ 22 რიგში 5 ჯერ და შევხვდებით ერთმანეთს რიგის ბოლოს. ასრულებთ 22 რიგის ქსოვას, რიგის ბოლოს დარჩენილი გვაქვს ორი თვალი და მოვგსოვოთ ორი უნამატო თვალი. დავასრულეთ 22 რიგის ქსოვა და რიგის ბოლოს გვაქვს 24 უნამატო თვალი. გადმოვიტანოთ მარკერი და გადავდივართ ახალი რიგის ქსოვაზე. დაგვჭირდა მოსაქსოვის 3 რიგი, 23, 24 და 25 რიგი. ეს არის უმარტივესი რიგები და კომბინაციები და ვფიქრობ უკვე ჩემი ვიდეოების წყალობით თქვენ უკვე კარგად იცით ქსოვა და ამიტომ ეს სქემას დაგიტოვებთ აქ. როგორ უნდა მოგხსოვოთ 23, 24 და 25 რიგი. 23 რიგში ხსოვთ ორი თვალი კლება, ამას იმეორებთ 6 ჯერ და საბოლოოდ გექნებათ რიგის გარშემო 18 თვალი. 24 რიგში ხსოვთ ერთი თვალი კლება, ამ კომბინაციას ვიმეორებთ 6 ჯერ და რიგის გარშემო გვექნება 12 თვალი, ხოლო 25 რიგში ვხსოვთ 6 კლებას და დაგვრჩება 6 უნამატო თვალი. აი ნახეთ, მოვხსოვე დამრჩა რიგის გარშემო 6 უნამატო თვალი. თან რა თქმა უნდა ქსოვის პარალელურად ვავსებდი დეტალს სინთიფონით და მოდით ახლა მოვჭიმოთ ეს 6 თვალი და ჩავმალოთ ძაფი. ყაის ნაღი უნდა მოვდოთ ხოლო თვალის წინა კედელს. ნახეთ, ერთ თვალში გამოვატარეთ, გვაქვს 6 თვალი და უნდა გამოვატაროთ 6-ვე თვალში. ეს მეორე თვალში ვატარებთ მხოლოდ თვალის წინა კედელში. აი შემდეგი თვალი გამოვატაროთ აქაც, ნახეთ. ჩავდივართ ისევ შემდეგი თვალის წინა კედელზე, გამოვატაროთ აქაც, ანუ დარჩენილი გვაქვს სულ 6 თვალი რიგის ბოლოს და უნდა გამოვატაროთ 6-ვე თვალში. შემდეგ მოვჭიმოთ ძაფი და ნახეთ, ძაფის მოჭიმვის შემდეგ შეიკრა 6 უნამატო თვალი და აღარ გვაქვს დარჩენილი შუაში ადგილი. ავაგოთ ძაფი ნემსზე, ჩავიდეთ შუა ნაწილში და გამოვიდეთ აი ესე თავის გვერდიდან, ნახეთ. შემდეგ ჩავიდეთ იმავე თვალში, საიდანაც გამოვედით და გამოვიდეთ მოშორებით. აი ესე. მოვჭიმოთ ისევ ძაფი, გავასწოროთ სინთიფონი, რომ მოჭიმულმა ძაფმა თავის ფორმა არ შეცვალოს. აი ნახეთ, აი ესეა ჩამაგრებული, შეკრული ამიგურუმის მარყუჟი. იმის ხარჯზე, რომ ჩვენ მოვჭიმეთ ძაფი. და შეგვიძლია ძაფი გადავჭრათ. გავაგრძელოთ ქსოვა და მოვხსოვოთ ირმის ყურები. ამიგურუმის მარყუჟი ჩავამაგროთ ერთი ჰაეროვანი თვალით. შემდეგ ამოვხსოვოთ 6 უნამატო თვალი. 1, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, შემდეგ მე-4 უნამატო თვალი, შემდეგ მე-5 უნამატო თვალი და ბოლოს მე-6 უნამატო თვალი. მოვხსოვეთ 6 უნამატო თვალი ამიგურუმის მარყუჟში, გამოვქაჩოთ მოკლე ძაფი და შევკრათ ამიგურუმის მარყუჟი ისე რომ შუაში ადგილი არ დაგვრჩეს. მოვამთავრეთ პირველი რიგი და პირველი რიგის ბოლოს ჩავამაგროთ მარკერი, რომელიც გვეხმარება რიგების თვლაში. გადავდივართ მეორე რიგზე. მეორე რიგში უნდა მოვხსოვოთ კომბინაცია. პირველივე თვალში ამოვიყვანოთ. ნახეთ. 1 უნამატო თვალი. შემდეგ თვალში მოვხსოვოთ 1 ნამატი. 1 თვალიდან ამოვხსოვოთ 2 უნამატო თვალი. ეს არის ჩვენი კომბინაცია. ვხსოვთ 1 თვალი ნამატი, ეს უნდა გავიმეოროთ 3 ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 9 უნამატო თვალი. დავასრულეთ მეორე რიგის ქსოვა, გადავდივართ მესამე რიგზე და ვხსოვთ კომბინაციას. 2 უნამატო თვალი, 1 ნამატი. ეს მეორე უნამატო თვალი. შემდეგ თვალში ვხსოვთ ნამატს. 1 თვალიდან ამოვხსოვთ 2 უნამატო თვალს. მესამე რიგში ჩვენ ვხსოვთ
2 თვალი ნამატი. Ამ კომბინაციას ვიმეორებთ 3-ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 12 უნამატო თვალი. Გვსოვთ მეოთხე რიგს. გადმოვიტანოთ მარკერი და ვგვსოვთ კომბინაციას. უნდა მოვგვსოვოთ 1 თვალი, შემდეგ თვალში მეორე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მესამე უნამატო თვალი და შემდეგ თვალში ვგვსოვთ ნამატს. 1 თვალიდან უნდა ამოვგვსოვოთ 2 უნამატო თვალი. მეოთხე რიგში ჩვენ ვგვსოვთ 3 თვალი ნამატი. ამ კომბინაციას ვიმეორებთ 3-ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 15 უნამატო თვალი. გავასწოროთ მოქსოვილი დეტალი ამოვატრიალოთ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მჭიდროდ მოქსოვილი პატარა დეტალი ტრიალდება უყუღმა პირით. გავასწორეთ წაღმა პირით და ვაგრძელებთ მეხუთე რიგის ქსოვას. ვგვსოვთ კომბინაციას. ეს მეორე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მესამე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მეოთხე უნამატო თვალი და შემდეგ თვალში ვგვსოვთ ნამატს. 1 თვალიდან ამოვგვსოვთ 2 უნამატო თვალს. მეხუთე რიგში ჩვენ ვგვსოვთ 4 თვალი ნამატი. ამ კომბინაციას ვიმეორებთ 3-ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 18 უნამატო თვალი. მე-6 რიგიდან მე-11 რიგის ჩათვლით, ანუ სულ 6 რიგი უნდა მოვგვსოვოთ რიგის გარშემო 18 უნამატო თვალი. მოგხსოვეთ დამოუკიდებლად. მოვგვსოვეთ 6 რიგი და რიგის გარშემო 18 უნამატო თვალი. მოდით მოვაშოროთ ახლა მარკერი. აი ესე. გადავკეცოთ მოქსოვილი დეტალი შუაზე, ანუ ორივე ნაპირი მივიტანოთ ერთმანეთთან და გამოვგვსოვოთ ორივე დეტალი, ანუ ერთმანეთის პარალელურ თვალში ჩავდივართ, ნახეთ. ზუსტად ერთმანეთის პარალელურ თვალში ჩავდივართ და ვგვსოვთ უნამატო თვალს. უნდა მოვგვსოვოთ სულ 9 უნამატო თვალი. აი ესე. შემდეგ კიდე ერთმანეთის პარალელურ თვალი და გამოვგვსოვოთ უნამატო თვალი. ვაგრძელებთ. აი ესე ერთმანეთის პარალელურ თვალში ჩავდივართ და ვგვსოვთ უნამატო თვალს. ისევ ერთმანეთის პარალელურ თვალში. შეეცადეთ, რომ თვალი არ გამოტოვოთ. გამოვგვსოვოთ და როგორც გითხარით, სულ უნდა მოვგვსოვოთ 9 უნამატო თვალი. ეს არის მერვე თვალი და ეს სულ ბოლოში ამოვიყვანოთ მე-9 თვალი. შემდეგ ნახეთ, რას ვაკეთებთ. გადავკეცოთ ყური ისევ შუაზე. ისევ შევაერთოთ დეტალის 2 ნაწილი და პარალელურ თვალში მოვგვსოვოთ ისევ უნამატო თვალი. ნახეთ, ეს 1 თვალი ამოვგვსოვეთ. ვაგრძელებთ ქსოვას, ჩავდივართ შემდეგ თვალში და 2 ერთმანეთის პარალელურ თვალს ვაერთებთ და ამოვგვსოვოთ მეორე უნამატო თვალი. შემდეგ მესამე უნამატო თვალი და შემდეგ მოვგვსოვოთ მეოთხე უნამატო თვალი. შევაერთეთ ისევ დეტალი 4 უნამატო თვალით. ამით ყურის ქსოვა დასრულებულია. შეგვიძლია ძაფი დავტოვოთ, მოვაძროთ მარკერი. ძაფი დავტოვოთ იმდენი, რაც დაგვჭირდება დეტალის თავზე მისაკერებლად და გადავჭრათ ძაფი. ზუსტად ანალოგიურად მოვგსოვეთ მეორე დეტალიც. ვაგრძელებთ ქსოვას და მოვგსოვოთ ირმის დრუნჩი. ამიგურუმის მარყუჟი ჩავამაგროთ 1 ჰაეროვანი თვალით და მოვგსოვოთ შიგნით 6 უნამატო თვალი. ფიქრობ ეს უკვე თქვენ ძალიან კარგად იცით და რადგან ძალიან დიდი ვიდეო არ გამოგვივიდეს, მოდით მაქსიმალურად შევამოკლოთ. მოვგსოვეთ 6 უნამატო თვალი ამიგურუმის მარყუში, მოვჭიმეთ ძაფი და ვასრულეთ პირველი რიგი, მოვათავსეთ პირველი რიგის ბოლოს მარკერი და გადავდივართ მეორე რიგზე. მეორე რიგში უნდა მოვგსოვოთ 6 ნამატი. ანუ თითო თვალიდან უნდა ამოვგსოვოთ 2 უნამატო თვალი და მეორე რიგის ბოლოს გვექნება 12 უნამატო თვალი. მოგხსოვეთ დამოუკიდებლად. გადავდივართ მესამე რიგზე, გადავიტანოთ მარკერი და ვგსოვთ კომბინაციას. მესამე რიგში უნდა მოვგსოვოთ 1 უნამატო თვალი, აი ესე, და შემდეგ თვალში უნდა მოვგსოვოთ 1 ნამატი. მესამე რიგში ჩვენ ვგსოვთ კომბინაციას 1 თვალი ნამატი, ეს კომბინაცია უნდა გავიმეოროთ 6 ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 18 უნამატო თვალი.
ვგზავნოთ მეოთხე რიგს, გადმოვიტანოთ მარკერი და მეოთხე რიგში უნდა მოვგზავნოთ ერთი უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მეორე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში ვგზავნოთ ნამაც. ერთი თვალიდან ამოყვავს ორი უნამატო თვალი. მეოთხე რიგში ჩვენ ვგზავნოთ ორი თვალი ნამატი, ამ კომბინაციას ვიმეორებთ 6 ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 24 უნამატო თვალი. დავასრულეთ მეოთხე რიგის გზავა, გადავიტანოთ მარკერი. რიგის გარშემო როგორც გითხარით, გვაქვს ჩვენ 24 უნამატო თვალი და მეხუთე და მეექვსე რიგი, სულ ორი რიგი უნდა მოვგზავნოთ 24 უნამატო თვალი უცვლელად. მოვგზავნეთ მეხუთე და მეექვსე რიგი, შემდეგ თვალში მოვგზავნოთ ერთი შემაერთებელი თვალი, ერთი ჰაეროვანი თვალი, ამოვწიოთ ძაფი, დავტოვოთ იმდენი, რაც მისაკერებლად დაგვჭირდება და გადავჭრათ დეტალი. მოვგზავნოთ ირმის პაწაწინა ცხვირი და ვგზავნოთ წითელი ძაფით. ამიგურუმის მარყურში ამოვიყვანოთ 6 უნამატო თვალი. ამოვგზავნეთ 6 უნამატო თვალი, მოვჭიმეთ ამიგურუმის მარყურში, მოვამთავრეთ პირველი რიგი და ჩავამაგრეთ მარკერი. გადავდივართ მეორე რიგზე. მეორე რიგში უნდა მოვგზავნოთ 6 ნამატი. ანუ თითო თვალიდან უნდა ამოვგზავნოთ 2 უნამატო თვალი და მეორე რიგის ბოლოს გვექნება 12 უნამატო თვალი. ვაგრძელებთ გზავას, გადავდივართ მესამე რიგზე და უნდა მოვგზავნოთ კომბინაცია. ერთი თვალი კლება. კლება ამ შემთხვევაში ჯობია გავაკეთოთ აი ესეთი, რადგან დეტალი არის ძალიან პატარა და გაგვჭირდება მხოლოდ წინა თვალიდან კლების ამოგზავა. ეს კომბინაცია ერთი თვალი კლება უნდა გავიმეოროთ 4 ჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 8 უნამატო თვალი. დავასრულეთ ცხვირის გზავა, მოვგზავნოთ შემდეგ თვალში ერთი შემაერთებელი თვალი, შემდეგ მოვგზავნოთ ერთი ჰაეროვანი თვალი, ამოწიეთ ძაფი, დატოვეთ იმდენი, რაც მისაკერებლად დაგვჭირდება და გადავჭრათ ძაფი. ამით დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.